ნახში არ და ვერ მოგიყვებით. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 15 წუთზე რადიო იმედზე მოროშკინას პოდკასტიდან შეიტყობთ. პოლიტიკა, ტურიზმი, სამართალი, ეკონომიკა, სპორტი, ამ ქვეყნიური და ცოტა იმ ქვეყნიური ამბებიც. თავარია გემრიელად მოკალათდით სავარძელში, არ დაგეძინოთ საჭესთან და მოემზადეთ ექსკლუზივისთვის მოროშკინას პოდკასტში. ყოველ ორშაბათს 16 საათსა და 16 წუთზე მოროშკინას პოდკასტი რადიო იმედზე. გადაცემის წარმოდგენია ზოდიაქოს სიღნაღი, ხინკლის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი 551 52 37 10. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ორშაბათია, ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი, სადაც ამბები ვითარდება შემდეგნაირად. ოპოზიციაში შემორჩენილი რამოდენიმე ადამიანი კვლავ ცდილობს თავის სიმართლე დაუმტკიცოს ქვეყანას, იმ ქვეყანას, რომელიც ზუსტად იცის სად არის. ჩვენ მოვისმინეთ წინა კვირაში სპეციალური კომისიის ეს სხდომები და ბესო ხარძიანზე მინდა ვთქვა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ის რასაც ახლა ვისმენთ და წლებია გავიდა მას მე ეგონია რომ თავიდან გიცოცხლდება ის უბედურება რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში. ამიტომ საუბარი იმაზე რომ აქ ვინმეს დაჩაგრავენ, ან ქუჩაში გამოსულ ადამიანებს უდიერად მოეპყრნენ, ან ვიღაცას ცოტა გადამეტებული სასჯელი აქ არ მიმაჩნია. სწორად მით უმეტეს ალბათ არაერთ ხარძიანისეულ ისტორიას მოისმენთ. ამით ვერ ვიამაყებთ, ესეც ჩვენი ქვეყნის ისტორია და სამწუხაროა რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში არსებობდა. იმისათვის რომ ვისაუბროთ რეალურად რა ხდება დღეს, აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ ფართო სპექტრი, ანუ გლობალურად ჩავხედოთ სიტუაციას. მე ვფიქრობ რომ ყველას ყოფნის იმდენი ჭკუა, არის ფიქრობს რომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოგვარდეს ქართული საქართველოს პრობლემები, როგორც მჯიღი არ უნდა ვიცეთ გულში და არ ვიძახოთ რომ ჩვენ ეროვნულები ვართ, პატრიოტები ვართ და ჩვენ ქვეყანას დავალაგებთ, არა, ჩვენი ქვეყანა ლაგდება გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე. აი ზუსტად ამ გლობალურ პოლიტიკაზე სასაუბროდ მოვიწვიე ანალიტიკოსი სოფიო სოხაძე. სოფიოზე მინდა გითხრათ რომ Facebook-ით გავიცანი, არაჩვეულებრივად მოაზროვნე ქალბატონი, ძალიან ღრმა ინტელექტით, ცოდნით და მისი პროგნოზები ძალიან ხშირად ესეთი საბედისწეროც კი ყოფილა. საინტერესოა მასთან საუბარი, მომწონს მისი ანალიტიკა და ამიტომ გთავაზობთ მასთან ესეთ ჩვენ უცებ ესეთ შეხვედრას, იმიტომ რომ მივეჩვიეთ თქვენთან, მე თქვენგან უკუგებასაც ვიღებთ ხოლმე, აუცილებლად ჩვენ რესპონდენტებზე ამბობენ მოწონთ, არ მოწონთ, როგორც წესი ყოველთვის მოწონთ. სოფიო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და მოდ დავიწყოთ იქიდან რა ხდება გლობალურად. ანუ სულ თავში ავიდეთ, აი შევეცადოთ სადღაც იგზევით, ალბათ ტრამპის ზევითაც ხდება, ხო? ხა ტრამპიც არ არის ის ფიგურა, რომელიც დღეს განსაზღვრავს მსოფლიოს. სადღაც არის ის ყბადაღებული deep state, სადღაც არის უფრო რაღაც გლობალური მთავრობები და შემდეგ უკვე აი ეს ლოგიკურად ჩამოვიდეთ საქართველომდე. მადლობთ ქალბატონო ლალი მოწვევისთვის. პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. დიახ, თქვენ სწორი აქცენტები დასვით თავიდანვე. საქართველოს პოლიტიკურ ველზე რაც ხდება, ჩვენ სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სარკისებული ასახვა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ მომსწრე დიდი გეოპოლიტიკური ჯახის, დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების ძველი მსოფლიო წესრიგი სრულდება თავისი თამდევი საერთაშორისო სისტემით და ახალი მსოფლიო წესრიგი არის დაბადების პროცესში და ეს არის ყოველთვის ძალიან მტკივნეული პროცესი, თამდევი ომებით, კატაკლიზმებით, სისხლით და რა თქმა უნდა დროში განვრცობილი პროცესი. ამ ომს, რაც ახლა მიმდინარეობს, გეოპოლიტიკური ჯახი მსოფლიოს ძალის ცენტრებს შორის, ანუ მსოფლიოს მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის აქვს მრავალი განზომილება, მრავალი პლასტი. როგორც ასე ვთქვათ, დაპირისპირება საომარ-ველზე, ასევე ეკონომიკური ბრძოლის სახე, ასევე იდეოლოგიური დაპირისპირება, ზოგადად შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ღირებულებითი ასპექტი ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარია, რადგანაც ის თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში სოფლიო წესრიგი, ანუ რა გეოპოლიტიკურ კონფიგურაცია შეიძენს
ევრაზიის კონტინენტი, ვთქვათ, გლობალური სამხრეთი, ვთქვათ, რა მიმართებები იქნება ძალის ცენტრებს შორის, ვთქვათ, ხო? ანუ ამას ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთობების ლექსიკონში ქვია უსაფრთხოების არქიტექტონიკა. ანუ გეოპოლიტიკის მთავარი საკითხი ეს არის უსაფრთხოების საკითხი და უსაფრთხოების არქიტექტონიკა, ხო? აი, მთავარი იქნება არა ის თუ რა კონფიგურაცია შეიძენს საბოლოო სახით სოფლიო, არამედ ის თუ როგორი იქნება, ანუ რა შინაარსის იქნება, ანუ იდეოლოგიური ბრძოლა და ღირებულებითი ასპექტი აქ რა თქმა უნდა არის განსაზღვრელი. რაც შეეხება ახლა საქართველოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ზოგადად იდენტიფიკაცია ვითარების ჩვენს რეალობაში არის ძალიან დიდი პრობლემა. და თუ ჩვენ არ მოვახდინეთ რეალობის, ასე ვთქვათ, შინაარსის გაგება, სიღრმისეული გაგება და თუ ჩვენ არ გავიაზრეთ, აი რა პროცესია საქართველოს როგორც რეგიონალური გეოპოლიტიკის კონტექსტში, ასევე მსოფლიო გლობალური პოლიტიკის კონტექსტში, ხო, ეს არათუ ეს არის უბრალოდ როგორ გითხრათ, აი დამაზიანებელი, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რეალური გეოპოლიტიკის არ გათვალისწინება ჩვენარ სახელმწიფო შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ფასად. მე ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ, რადგანაც ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ჯახის ტექტონიკური, ესე იგი სტრატეგიული არეალების აყირავება ხდება მთლიანად. დიდი მოთამაშეებიც კი, როგორც არის ძალის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, უზარმაზარი რეგიონალური მოთამაშეები, გლობალური რეგიონალური მოთამაშეები, თურქეთი ვთქვათ, ხო, აი გლობალური სამხრეთის მზარდი ძალა, ინდოეთი, ხო, ეს სახელმწიფოებიც კი ფაქტიურად დღევანდელ დღეს მოქმედებენ არიან აი სიტუაციური რეაგირების რეჟიმს, იმიტომ რომ ძველი წესრიგი დაინგრა, ძველი სტრატეგიები აღარ მუშაობს. აი სწორედ ამან გამოიწვია საერთაშორისო წესრიგის რღვევა და ის რომ გაეროს ფუნქცია არის განულებული, თქვათ, ხო, ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ სოფიო, ჩვენ ხო 2022 წელს პრინციპში ეს საშიშროება გამოვიარეთ და დღემდე ძალიან ღირსეულად დავაღწიეთ ამას, მიუხედავად ქუჩის აქციებისა, მიუხედავად საზიზღარი ქცევისა ოპოზიციის მხრიდან საზღარს, იმიტომ არა პოლიტიკურად, არა, იმიტომ რომ არა ქართული იყო, არა პატრიოტული იყო, თავიდანვე იყო წამგებიანი, მათ მაინც ხომ კარგად იცოდნენ რა იქნებოდა ჩვენი ომში ჩათრევა, ხო? ეს აბსოლუტურად არ იყო გადამეტებული, იმიტომ რომ თავიდან ესეთი ესე იგი ირონიით შეხვდა თქვათ საზოგადოების რაღაც ნაწილი და თქვათ ოპოზიციის, რომელიც ახლა მოდი პირდაპირ თქვათ, ეს არანაირი ოპოზიცია არ არის, ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, პირდაპირ აგენტები, რომლებიც გარე დავალებებს ასრულებენ და ასე ვთქვათ, მე იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ქალბატონ თიაწულკიანის და ქართული მთავრობის ახალგაზრდა ჯგუფის კობახიძის მეთაურობით, რომ აი ამ საქმეს, აი გამოვლენას ვთქვათ, ხო? რადგანაც ჩვენ ისეთ რთულ პერიოდში შევდივართ ახლა, იმიტომ რომ ეს ომი რაც იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არის პირველი ფაზა. ეს დიდხანს გაგრძელდება, ესე იგი სხვადასხვა ფორმით იქნება. მე დავდე პროგნოზი ომის დაწყებისთანავე და შემდეგ წლებშიც, რომ ვთქვათ, ის რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არის პროქსი ომი გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის. და აქ არ მოიაზრება მხოლოდ რუსეთი, აქ მოიაზრება ევრაზიის კონტინენტის მთავარი მოთამაშეები, როგორც არის რუსეთი და ჩინეთი. უბრალოდ ჩინეთმა მოახერხა თავისი ესეთი ისტორიულად ფილიგრანული პოლიტიკის წყალობით, რომ პირველი არ ყოფილიყო დისტანცირება და გარდა ამისა დასავლეთ აღმოსავლეთის ცნობილ მიმართულებაში, რა თქმა უნდა, რიგში გეოგრაფიულადაც პირველი რუსეთი იყო. ომის დაწყებამდე ჩვენ ესე იგი სრულიად ესე იგი ნეიტრალური ანალიტიკოსები და მათ შორის მე ჩვენ საუბრობდით, რომ იწყება დიდი ჯახი გეოპოლიტიკური ძალის ცენტრებს შორის, გლობალურ დასავლეთსა და გლობალურ აღმოსავლეთს შორის და რომ ჯახის ერთ-ერთ არეალად სამხრეთ კავკასიაც მოიაზრება, ეს გახლავთ ცეცხლოვანი რკალის, ანაკონდას რგოლის, შეკავების სარტყელის, ესე იგი ვთქვათ, ნუ აი სხვადასხვა მით არის ცნობილი, მაგრამ კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ
ესე იგი რუსეთის მოხდეს იზოლაცია, ანუ ეს სხვათა შორის ჯერ კიდევ სერ ჰელფორდ მაკინდერის ცნობილი ის არის თეზა, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატების და ატლანტისტური ქვეყნების გეოპოლიტიკას, ანუ რუსეთის შეკავება დასავლეთის და სამხრეთის ზღვებზე ჩაჭრა არეალების რუსეთის შეკეტვა ჩრდილოეთის სანახებში და ამით მისი გეოპოლიტიკური სტატუსის დაქვეითება. აი ფუნდამენტური რამ, აი ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენ შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ კოლექტიური დასავლეთი, გლობალური დასავლეთი უკვე დიდი ხანია, ვერაფრით ვერ ეგუება რუსეთის როგორც ერთ-ერთი ძალის ცენტრის მქონე სახელმწიფო სტატუსს და ყველანაირად ცდილობენ, რომ დააქვეითონ რუსეთის გეოპოლიტიკური სტატუსი. ისტორია არიციან, არ წავკითხავთ. აი მოდი ელემენტარული ძალიან გლეხურ ენაზე რო ვთქვა. ნაპოლეონის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? ნაპოლეონს ჩააბარეს მოსკოვი, ასე გადასარევად ლანგარზე დაუდეს, მაგრამ რა მოხდა მერე? შემდეგ პარტიზანულმა ომებმა ხან საიდან გამოიპარნენ, ხან საიდან დახვდნენ წინ რომ დატანჯეს, დაღალეს და ბოლო-ბოლო გააქციეს, ხო, ნაპოლეონი. იგივე მოხდა, ეხლა ბლიცკრიგით უნდა დამთავრებული იყო ჰიტლერის წამოწყებული ავანტურა, ხო, ეს ხო უბრალოდ ომი არ იყო, ეს ხო ძალიან დიდი ავანტურა, რომელიც გათვლილიც კი არ ქონდა, ზამთრის თანსაცმელი არ ქონდათ. ჰუგო ბოსი, რომელიც ლამაზ-ლამაზ თანსაცმელებს უყირავდა და SS-ის ფორმები, მისი შეკერილი იყო, გათვლილი არ ქონდა, ზამთრის ფორმა არ ქონდათ. იმდენად მალე ზაფხულში უნდა, ასე ვთქვათ, მოყომარებულიყო ამბავი. იქაც ხო არ გამოვიდა რეალურად რუსეთი, რომელსაც იმ მომენტისთვის ძალიან დაბალი ქონდა განვითარება სამხედრო მიმართულებით 42 და 43 წელს ისე გაძლიერდა რომ საკუთარი ტექნიკა წამოწია. თავარი უპირატესობა სად არიან, რატომ ვერ გათვალეს რომ ეს არის ერი, რომელიც ეს რეგენერაციის უნარი აქვს. რა შეეცით საქმე ზოგადად ამ ნეოლიბერალურმა სისტემამ ძალიან დაბლა დასწია განათლების სისტემის დონე და ეს აშკარად შეერტყო დასავლეთის წამყვან ანალიტიკურ ცენტრებსაც, იმიტომ რომ ელემენტარული რაღაცეები ვერ გათვალეს ძალიან ბევრი რამ საკუთარი ისტორიიდან, მაგალითად ის რომ ვთქვათ ამის შესახებ მე ვწერდი ომის დაწყების პირველივე თვეებში, რომ აი ამ დიდი დაპირისპირებით ერთ-ერთი პლასტი გახდათ დაპირისპირება ანგლოსაქსურ სამყაროსა, რომლის ფრაგმენტი ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, ატლანტისტურ ძალებსა და კონტინენტურ ევროპას შორის ცივილიზაციური დაპირისპირება და ესე იგი მათი სტრატეგიების შეუთავსებლობა ვთქვათ, ხო, რაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეთა განმავლობაში, ბოლო 100 წლის, 150 წლის განმავლობაში ეს დაპირისპირება იყო ძალიან მწვავე, უფრო მეტად ვიდრე ვთქვათ რუსეთის და სხვა ევროპული ქვეყნების დაპირისპირება. ანუ ანგლოსაქსური სამყაროს დაპირისპირება, კონტინენტური ევროპის ქვეყნებას, ზღვის ცივილიზაციის დაპირისპირება სახმელეთო ცივილიზაციებთან, რომლის, ესე იგი, შედეგს და რომლის აი აბსოლუტურად გახსნილ სურათს ვხედავთ ახლა ჩვენ, რომ ესე იგი უმწვავეს ფაზაში შედის დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კონტინენტურ ევროპას შორის, კონტინენტური ევროპის წამყვან სახელმწიფოებს შორის ეს არ განიხილება მხოლოდ ახლა ტრამპის შულცის დაპირისპირების კონტექსტში, რა თქმა უნდა, და უფრო მეტიც თვითონ ამ ტრანსატლანტიკური ალიანსის შიგნითაც ჩვენ ვხედავთ აშკარა დაპირისპირებას ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების. რატომ? იმიტომ რომ ეს ძველი სტრატეგიები, ჰეგემონური პროექტი, მსოფლიოს პრობის მუნდიალისტური პროექტი ვერ განხორციელდა, დასავლურმა სამყარომ ერთპოლუსიანი სამყარო ვერ შეინარჩუნა და ეხლა ხდება ამ ჰეგემონური პროექტის რეორგანიზირება, ჩამოიშალა რეორგანიზირება, გადაწყობა იმისთვის, რომ მათ თავი შეინარჩუნონ და თქვათ რაღაცა განვითარების სხვა ვექტორია დასახული აქედან გამომდინარე. რისი თქმა მინდა. ანუ რუსეთზე მაპატიეთ არ გიპასუხეთ, აი რუსეთის უმთავრესი უპირატესობა ეს არის ეთნოფსიქიკის მგენელები, რაც აღმოჩნდა, რომ ესე იგი გეოპოლიტიკაში ისეთივე მყარი მაჩვენებელია და მოცემულობა, როგორც გეოგრაფია, ეთნოფსიქიკა, ეს ერთი და მეორე, აი რუსეთის, აი ეს სტრატეგიული სიღრმე, ეს უზარმაზარი ტერიტორიები, აი სტრატეგიული სიღრმე, რომელიც იძლევა საშუალებას, თქვათ, ხო, აი ესე თქვათ, ხანგრძლივი ომის წარმოების და თვითკმარობა, რესურსების თვითკმარობის, ესე იგი, თავარი ის, რომ რუსეთისთვის მიენიჭებინათ სტრატეგიული
მარცხი, ესე იგი შიდა ელიტის აფეთქებით და ეკონომიკის ჩამოშლით, ამაზე ძალიან დიდი ფსონი იყო დადებული. სჯეროდათ რომ ეს განხორციელდებოდა და პირიქით საპირისპირო შედეგი მიიღეს, მათ მიიღეს ფატალური შედეგი ის რაზეც აი დიდი გეოპოლიტიკოსები მათ თქვათ აი მაკინტერის სკოლი და სპაიკმენი მაგალითად და ისინი ბზეჟინსკი აფრთხილებდნენ რომ ესე იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ რუსეთის და ჩინეთის შეკავშირება, რუსეთის, ირანის და რუსეთის გასვლა და სტრატეგიული ასე ვთქვათ ამბიციების დაფიქსირება ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში. ფაქტიურად აი ამ ნაბიჯმა, ესე იგი მსოფლიო ჰეგემონიისკენ სწრაფად, რაც 90-იანი წლებიდან აიღო თავისი სტარტი, მოიტანა ის, რომ ევრაზიის კონტინენტზე შეიქმნა ორი სამკუთხედის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის, არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ, სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის ზედა სამკუთხედი რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ქვედა სამკუთხედი რუსეთი, ჩინეთი, ირანი. აი ეს ორი დიდი სამკუთხედი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს იმას, თუ როგორი იქნება ზოგადად ევრაზიის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურა. ანუ ეს არის მთავარი საკითხი გეოპოლიტიკის და სხვათა შორის მოლაპარაკების წინ რუსეთის პრეზიდენტმა ასეც თქვა, რომ ესე იგი ამ ომის პირველ მიზეზის და ძირითადი მიზეზის ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრა უნდა მოხდეს, იმისთვის რომ მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და რომ თავარი საკითხი იქნება არა უკრაინის საკითხი, არამედ ზოგადად ევრაზიის კონტინენტის პოლიტიკის და ევრაზიის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტონი. ეს ნიშნავს ძალის ცენტრებს შორის ურთიერთმიმართება, აქ აუცილებლად მოიაზრება ჩინეთი, გლობალური სამხრეთი და ჩვენ ვხედავთ სურათს, როდესაც მსოფლიო ბედს წყვეტს ისევ ორი სუპერძალა, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ანუ ვერ მოხდა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება და რუსეთი რჩება ისევ ძალის ცენტრად. აქედან გამომდინარე, ხო, სულ სხვანაირად გადაეწყობა ახლა საკითხები, რაც არის რუსეთის როგორც ძალის ცენტრის მიმართება მის მიმდებარედ მდებარე სტრატეგიული არეალებისადმი, რაც არის ეს სამხრეთი სარტყელი, დასავლეთი ფლანგი უკრაინა, სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია. აი ამ სარტყლის უსაფრთხოების საკითხი და ეს რო იყოს ნეიტრალური ბუფერული ზონა რუსეთისთვის, რომ აღარ იყოს შეტევის ხაზი რუსეთის მიმართულებით, აღარ იყოს ანტირუსული პროექტების განხორციელების არეალი, რა თქმა უნდა, ნატოს საკითხი თავისთავად მას შემდეგ, რაც აი რუტემ განაცხადა 2 დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ აღარ განიხილება უკრაინის ნატოში მიღების საკითხი და რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობები აღდგება. მოკლედ ესე იგი როგორ გითხრათ, გაიწირა, მოიხმარეს, გადააგდეს, გაწირეს უკრაინა და რა თქმა უნდა, ამაში მათ თავად მიუძღვით ძალიან დიდი ბრალი, რადგანაც მათმა უმეტესმა ნაწილმა მოგეხსენება ჯერ ხდება სულიერი გადაგვარება და შემდეგ უკვე დაშვება შეცდომების მატერიალურ განზომილებაში და დასავლეთის მრავალწლიანმა მოღვაწეობამ ჰაბსბურგების და ვატიკანის მეთაურობით მოიტანა ის, რომ შეირყა ერთიანი მართლმადიდებლური, ვთქვათ, სამყარო, სექტანტური და სხვადასხვა მანამდე მოხდა აი ამ სექტანტური სწავლებების დაზიანება სულიერი სხეულის და ამის შემდეგ უკვე აი ვთქვათ ეროვნული დაქსაქსულობა და ის კატასტროფა რაც დაემართა უკრაინას ეს ამის შედეგი იყო. გარდა ამისა უკრაინა როგორც სახელმწიფო როგორც ასეთი ეს მოგეხსენებათ გახლავთ ესეთი საბჭოთა ეპოქის პროდუქტი, მანამდე სახელმწიფო უკრაინას არ ქონია და ესეც რა თქმა უნდა ეტყობა ისტორიული გამოცდილება დააკლდათ მათ. აი აქვე მინდა გითხრა, რაზეც ვილაპარაკეთ, რომ ამერიკა ვთქვათ იქ რაღაცა ყოველთვის ითვლებოდა, რომ ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იყო. რა დაემართა ევროპას? ევროპა რომელიც გადაყვა კონფორმიზმს, ევროპა რომელიც გადაყვა, იგივე მეორე მსოფლიო ომის მაგალითი რატომ მყავს? იმიტომ რომ მაინც ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე ახლო ომია, რომელიც გლობალურად შეიძლება განვიხილოთ, ხო? მით უმეტეს ქართველები ყველაზე დიდი რაოდენობა ჩვენგან წავიდა, ხო? და პროცენტულად. ომის დროს, ხო, პურით და მარილით ვინ დახვდა გერმანელებს? უკრაინა, ეს ერთი და ევროპაში ფრანგები.
ფრანგები გვახსოვს ჩვენ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საროსკიპოები გაიხსნა. ბოლოს ვერმახტს ფრანგები იცავდნენ. ამიტომ ისე მოხდა რომ გალიბერალური, ოღონდ ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით, რატომ მე მთელი ცხოვრება მეგონა რომ მე ვარ ლიბერალი. ჩემი მრწამსი სხვანაირი გაგება გქონდა ჩვენ თაობას ლიბერალიზმის ქონდა სხვანაირი გაგება. არ მინდა წითელი ყელსახვეების რაღაცა პარტიული ნიშნით არ მომწონს საერთოდ არაფერი ცხოვრებაში, არანაირი პარტიული ნიშნით. მე მეგონა ჩემი თავი ლიბერალს მივეკუთვნებოდი და აღმოჩნდა რომ აქ ლიბერალიზმი არის გაღწნილობა, გარყვნილება, რაღაცა უბედურება. ანუ ჩვენ მივიღეთ აი ეს საპირწონედ და ევროპამ ჩაითრია თავისივე თავი აი ამ ობსკურში, მაგრამ ეს არის გლობალისტების პროექტი. მინდა გითხრათ რომ ყველაზე აი როგორ გითხრათ საშინელ დღეში არა პოლიტიკურად და ეკონომიკურად აი წმინდა ცივილიზაციური კუთხით აი ცივილიზაცია აშკარად აქვთ მაგ ძალიან სერიოზული კრიზისი ცივილიზაციური ყველაზე მეტად უკრაინის შემდეგ გაიწირა ევროპა. რადგანაც ფაქტიურად ახლა ჩვენ ეკონომიკას ხედავთ რომ რეცესიაშია, დიდი კომპანიები გადიან ორი სვეტი რაზეც იდგა ევროპის კეთილდღეობა, ერთის მხრივ რუსეთის იაფი ენერგორესურსები და მეორეს მხრივ ამერიკის მხრიდან უშიშროების ქოლგა ორივე ხელიდან ეცლებათ. და ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატები გამომდინარე იქიდან რომ თვითონ უდგას სერიოზული პრობლემები და ახორციელებს ჰეგემონური პროექტის გადაწყობას, თქვენ თვითონ მიხედეთ, შეიძლება მე საერთოდ ნატოდან გავიდე, აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ესე იგი უკრაინაში ბრიტანეთის ჯარები ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შევა. ესე იგი რამდენად აი რაც არ უნდა იცახონ რომ აი ჩვენ თქვათ ეხლა ჩვენ თავად დავაფინანსებთ და საუბარია 800 მილიარდზე და ტრილიონზე რის ფასად უნდა გაიგო, იმიტომ რომ თუ მთლიანად დააწყვება ეს თქვათ მათ ბიუჯეტებს მე სოციალურ აფეთქებას მიიღებენ. მე მინდა აი პატარა ციტატა მოვიყვანო 2 წლის წინ ნატოს ესე იგი გეტყვით ეხლა ნატოს სამხედრო კომიტეტის მეთაური გენერალი ბაუერი მან გააკეთა ესეთი განცხადება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც აი ჩარჩო და ერთგვარი ფორმულა დღევანდელი მიმართებისა ტრანსატლანტიკური ძალების მიმართების და დამოკიდებულებისა ევროპასთან, თქვათ, ხო, აი ამ წვავე კონფლიქტის, რა თქვა მან, რომ ევროკავშირს მოუწევს დაივიწყოს გეოპოლიტიკური სუბიექტივიზმის შესახებ. გეოპოლიტიკური სუბიექტივიზმი რა არის, რო ავხსნათ, რომ ესე იგი რეგიონს აქვს იმის პრეტენზია, რომ კონდეს გეოპოლიტიკური ძალის სტატუსი, ანუ ესე თქვათ, დიდ საჭადრაკო დაფაზე იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე და ანგარიშ გასაწევი ძალა. დღევანდელ დღეს ევროპა არის გეოპოლიტიკური ჯუჯა, გეოპოლიტიკური პარამეტრები, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური ძალის სენს აქვს თავისი პარამეტრები გამოიხატება ეს ტერიტორია, მოსახლეობა, ეკონომიკა და მთავარი აქ მაინც არის ძალის კომპონენტი. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ცივილიზაცია დღეს არის ძალის პარადიგმის ცივილიზაცია ინდოევროპელების მიერ მოტანილი არესის კულტის ძალის ანუ მთავარი რატო არიან დღევანდელ დღეს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ბირთვული ტრიადა მათი და ძალის კომპონენტი და უზარმაზარი ტერიტორიები და რესურსები ეს არის განსაკუთრებული. ამ კუთხით ჩვენ რო შევხედოთ ევროპის გეოპოლიტიკური სტატუსი ყველა პარამეტრის მიხედვით ქვეითდება. და ეს რობაუერი ამბობს რომ თქვენ 2 წლის წინ უწინასწარმეტყველებს რომ დაივიწყეთ თქვენ გეოპოლიტიკური სუბიექტივიზმის შესახებ, რომ თქვენ რამე გეოპოლიტიკური სტატუსი გქონდეთ, დაივიწყეთ ევროარმიის შესახებ. მაშინ ევროარმიის რასაც ახლა ფონ დერ ლაიენი თქვა და იგივე ისინი საუბრობენ თქვა ხო საფრანგეთის პრეზიდენტი რომ ჩვენი არმია უნდა ყავდეს და შევინახოთ და იგივე ბორის პისტორიუსი თქვა ხო გერმანიის თავდაცვის მინისტრი ასევე რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ ომისთვის და მილიარდი გჭირდება ხო ეს ბორის პისტორიუსი ხო აი 2 წლის წინ ევროპა რომ ევროარმიის შესახებ დაივიწყეთ სტრატეგიული ავტონომიურობის შესახებ სტრატეგიული ავტონომიურობაც ასევე გეოპოლიტიკური სტატუსის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია და ყველაზე მთავარი და ცინიკური რაც ხადღობს ანგლოსაქსური ცივილიზაციის ხასიათს ეს კი სავაჭრო მერკანტილურს და დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუყოს თავისი კეთილდღეობა აი ეს გესმით ანუ დიდი სქიზმა თვითონ კოლექტიური დასავლეთის აი ამ დიდი სამყაროში იგნით რაც ზოგადად სოფლიოს საერთო უსაფრთხოების გლობალური უსაფრთხოებისთვის რა თქმა უნდა ესე ძალიან გამოწვევა და ძალიან საშიშია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში
ის რომ ესე იგი დამყადეს მრავალპოლუსიანი სამყარო თქვათ ხო და გამოიკვეთოს ძალის ცენტრები ეს აუცილებელია გლობალური მშვიდობისთვის და აი ტრამპის თქვათ პოლიტიკა თქვათ ხო ბევრი მიიჩნევს როგორც აგრესიულ პოლიტიკას მე გულისხმობ აი გრენლანდიის და იმის მიმართ თქვათ ხო კანადის მიმართ მისი პრეტენზიები მაგრამ აი დღევანდელ მოცემულობაში და ძალის პარადიგმის კონცეფციიდან თქვათ ხო ეს არის ლოგიკური ნაბიჯი და ტრამპის ადგილას ნებისმიერი სხვა იგივეს გააკეთებდა ზოგადად ძალიან მცდარი შეხატულება ის რომ თქვათ აი პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს ეს ასე არ ხდება იქ არის უზარმაზარი სტრუქტურები პლასტები ფინანსური პოლიტიკური ელიტები მერე თავარია დრო და მომენტი თავარია ანუ რა მოცემულობა გაქვს და ყველაზე მთავარი კიდე რაც არის ბატონებო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მიმართულებები ის რა წერია მათ დოქტრინალურ დოკუმენტებში და გაწერილია მათ მთავარ კონცეფციებში ეს არ შეიცვლება უბრალოდ ხდება ჰეგემონური პროექტის გადაწყობა აი ეს პროცესია და გამომდინარე იქიდან რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააცნობიერა რა რომ ის უკვე აღარ არის ერთპიროვნული მართველი მსოფლიოსი, ანუ მსოფლიო ჰეგემონი არ არის და ერთპოლუსიანი სამყარო დასრულდა და რადგანაც სამი ძალის ცენტრიდან ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს თავისი გეოპოლიტიკური პარამეტრების ზრდას და ეს არის ლოგიკური ნაბიჯი. იმიტომ რომ თავისი გეოპოლიტიკური პარამეტრები ამ კუთხით მოიკოჭლებს და რო თქვა რომ უსაფრთხოებისთვის მე მჭირდება, ეხლა მე იმას არ მომბრო რომ ეს მომწოს და ეს სამართლიანია და საერთაშორისო იმას შეესაბამება სამართლის მთავარ არანაირად არ შეესაბამება ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელი მოცემულობა ჩვენ შევდივართ ნეოიმპერიალიზმის ხანაში სადაც ძალის ცენტრები იწყებენ თავიანთი გეოპოლიტიკური პარამეტრების ზრდას ეს ჩვენთვის არის ძალიან საშიში პროცესი რადგანაც ამერიკის კვალ და კვალ აი ფეხ მისდევს თურქეთი და პირველივე ესე იგი პირველივე შემის როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, შევიდა ჩრდილოეთ სირიაში და ჩრდილოეთ სირია დაიკავა. ანუ თურქეთიც იწყებს თავისი გეოპოლიტიკური პარამეტრის თქვათ ზრდა და საიდანაც თulis რო საფრთხე ელოდება, მისთვის საინტერესო გეოსტრატეგიულ არეალს იკავებს. ანუ ძალის ცენტრები თავის ირგვლივ რო შექმნან უსაფრთხოების სარტყლები, დაიწყებენ მიმდებარე გეოსტრატეგიული არეალების დაკავებას და ჩვენ შეიძლება მივიდეთ ისეთ ჩვენ მოდი შევგოთ ჯერ იცი რა ვთქვათ რომ ჩვენ ერთი გამოცდა ჩავაბარეთ ის რომ აი როგორც უკრაინაში პეჩორის ლავრაში და ჩვენც ღვთისმშობლის წილხვედრი მიწავართ და ისევე როგორც პეჩორის ლავრაში რაც გააკეთეს და რისი უფლებაც მიცეს თავს რისი უფლება მიცეს და მე აქ გეთანხმები იმაში რომ თვითონ რაღაც ხალხმაც მოიკოჭლა ბოლო როგორ 2-3 ღირსეული ადამიანი არ იყო, რომ ის რაც იქ ხდება, ის აეგრძალათ. ჩვენ მაგალითად შევძელით ის, რომ პანდემიის დროს ეკლესიები არ დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო გვაწვებოდა. მთელი მსოფლიო გვეუბნება და წნეხი იყო არ ნახული, ხო? კონკრეტულად პატრიარქზე და ზოგადად მართლმადიდებლურ სამყაროზე. ეს ერთი წნეხი, რომელიც გამოვიარეს და ისინი ზუსტად ომში ჩაებნენ. ჩვენ შევძელით რამოდენიმე წლის წინ აი ამის გამოვლა. ის შეცდომები არ გავიმეორეთ, თუნდაც მათამკვლელი ომი არ გავიმეორეთ, იმიტომ რომ როდესაც ახლა ხდებოდა ეს ვაქხანალია რუსთაველზე, ყველას რო ებხანებოდა ხელები, რომ გასულიყო ქუჩაში და იქ მართლა პასუხი გაეცა, თუნდაც მაცხოვრის დამწვარკუბოზე, თუნდაც აი უბედურებაზე, რაც იყო, ყველა ათვიცნობიერებდა, რომ არა, იცი, ოდესღაც მამაჩემმა მიიღო ასეთ ომში მონაწილეობა, ოდესღაც ბიძაჩემს ესროლა და მოდი მე აღარ გავიმეორებ ამას და ჩვენ ეს შემოკავებელი ფაქტორი ამისი გვქონდა, ანუ ჩვენ გავიზარდეთ. მე ხა მინდა კომპლიმენტი ვუთხრა ჩვენს ერს, ჩვენს მოდი ასე ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო ადამიანი, ხა ვერავინ ვერ დაიბრალებს იმ ავტორიტეტს, რომელიც ორ ადამიანს ჰქონდა საქართველოში, ერთი ბიძინა ივანიშვილი და მეორე პატრიარქია. მათ შეძლეს ერთი ომის აცილება, მეორე სწორი გზით გაყვანა. აი ახლა რა ხდება, იმიტომ რომ იქ ომი ისევ რაღაცნაირად გაგრძელდება და საბოლოო ჯამში რუსეთს ხო ხედავთ, რომ შავი ზღვა არ ეთმობა და ყველა პორტი უნდა და ცხადია და ნორმალურიც იქნება, ხო? გეოპოლიტიკის ზოგადი კანონზომიერებიდან გამომდინარე
გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალის პარადიგმის ცივილიზაცია და ჩვენ ნეოიმპერიალიზმის ხანაში ბრუნდებით, გითხარით, რომ ესე იგი რეგიონალური მოთამაშეები ძალის ცენტრები დაიწყებენ, ასე ვთქვათ, თავიანთი უსაფრთხოების სისტემის შექმნას. რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, ჩვენთვის ეს საფრთხეც არის და დაცვის ფაქტორია გააჩნია შენ როგორ მიმართება დამყრა. ჩვენ აქამდე როგორც მოვედი, მე შეგვიძლია ვთქვათ სრული დარწმუნებით, რომ საქართველოს მთავრობამ აბსოლუტურად ზუსტად გაითვალისწინა დამდგარი გეოპოლიტიკური რეალიები, ბეწვის ხიდზე იარა, აი სიტუაციური რეაგირების რეჟიმში აი ზუსტი აქცენტები იყო გაკეთებული, როდის უნდა გავჩერებულიყავით, როდის უნდა შეგვეტია, აი 28 ნოემბრის მაგალითად კობახიძის მიერ გაცხადებული ეს დაპაუზება, ვთქვათ, ეს იყო ბრწყინვალე წინსწრებით სვლა, რამაც ესე იგი ჩვენ მოგცა სტრატეგიული უპირატესობის ლუფტი, ზოგადად რა არის, იცით, აი ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უყურებ, რომ შენი ერის მთავარი ეთნოფსიქიკის, ესე თქვა, მთავარი მახასიათებლები თამაშობს და გენეტიკური კოდი ჩართულია და ეს ასე თქვა, აი ცოცხლდება შენს თვალს, იმიტომ რომ აი ეს ჩვენი აი სტრატეგიული აზროვნება, კრიტიკული აზროვნება, ასე თქვა, ეს გენეტიკური მოცემულობა, ქართველი ხალხის თლიანობითი ხედვა, აი განჭურეტის უნარი, იმიტომ რომ ბიძინავიანიშვილი და ქართული ოცნება ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავიდოდა ვა-ბანკ აი ამ გლობალისტების წინააღმდეგ, თქვა, მათ რო არ ცოდნოდათ განწყობები ქართველი ხალხის, აი სიღრმისეული ქართველი ხალხის, ძირეული ქართველი ხალხის, ქართულ ცნობიერებით, ქრისტიანულ ცნობიერებით საფუძველზე მდგომი ქართველი ხალხის, რომელიც აბსოლუტურად მიმდინარე პროცესებს საქართველოში რაც ხდებოდა ჯერ კიდევ 2008 წლიდან მოყოლებული, ხედავდა გლობალური გეოპოლიტიკის კონტექსტში. ეს რომ არ ყოფილიყო, თქვა, ხო და ხალხის მხარდაჭერა რო არ ქონოდა, მაგრამ ეს ხალხი იყო ჩუმად, ესე იგი დიდი ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან დიდი სტრატეგიული მოთმინება, დიდ სულოვნება და შეიძლება ითქვას, რომ აი ძალიან მას იბრძნე და რეალურად გამოჩნდა, რომ ესე იგი ტრანსფორმაცია, ცნობიერებითი ტრანსფორმაცია, რასაც ესეთი დიდ გულმოდგინებით ცდილობდნენ აი ლიბერალ გლობალისტები, ვთქვათ, რომლებიც მიმართულია ნებისმიერი ერის სახელმწიფოს და ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ, ვერ შედგა საზოგადოების რაღაც ნაწილი და ექვემდებარა, მაგრამ რეალურად ეს ძალიან მცირე ნაწილია, იმიტომ რომ სრული უმრავლესობა აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. და რა შეეცით საქმე, რომ აი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვების, აი ვთქვათ, ეს თვისება, ეს არის ჩვენი გენეტიკური თვისება, ეს არის ჩვენი, ესე ვთქვათ, ისტორიულად გამოცდილი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უზარმაზარ მონსტრებს შორის გვიწევდა ლავირება და ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, როდესაც ძალიან დიდი რისკის და დიდი სისხლის ფასად, აი ბრძოლის დროს ვთქვათ, ხო, ხდებოდა გარღვევა, აი რაღაც ვთქვათ, ესე იგი პოლიტიკური პროცესების ავანგარდში ყოფნა. ამ დროს იყო ძალიან დიდი რისკი, ვთქვათ, იღურებოდა ძალიან დიდი სისხლი, ეხლა ძალიან დიდი რისკის ფასად ჩვენ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენ ეს გვაძლევს აი ამოსუნთქვის საშუალებას და ის რომ ჩვენ ფაქტიურად ამაც ჩვენ ხო არ ვამბობთ, მოწინავე გამოცემები დასავლეთის, ევროპის, აღმოსავლეთის და სხვა შორის წერდნენ, რომ აი პატარა ქვეყანა არის ავანგარდში პოლიტიკური პროცესების და ვიდრე ტრამპი მთელი სულით, თქვა, დაეტაკებოდა მათ, ხო, ჩვენ ფაქტიურად ჩვენ აი თუ განვითვალისწინებთ მასშტაბს ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ ჩვენ დავეტაკეთ ორ მთავარ მიმართულებაში, ეს არის იდეოლოგია და მათთვის ლიბერალური, აი ამ მეინსტრიმული, აი ამ მეებისთვის, რა თქვია, ცენტრებისთვის და თქვა, ხო, და აი მისი ანალიტიკური, აი თქვა, რაც არის მათი სააზროვნო სივრცე, ხო, ეს რელიგიის დონეზეა, ხო, მოგეხსენებათ აყვანილი, ეს მათთვის საკრალურზე თავდასხმა და შეხება იყო და ეს იყო პაკეტი, აი ზოგადად რაც მიიღეს, თქვა, ხო, არასრულწლოვთა დაწვის LGBT პროპაგანდა, ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა ფრაგმენტული, ეს იყო მთელი პაკეტი, ჩვენ თავი დავეტაკეთ და ასევე ჩვენ ასე ვთქვათ, გაუწიეთ ურჩობა მეორე მიმართულებით, რაც არის, ვთქვათ, გეოპოლიტიკური ვექტორი. რაში გულისხმობ? აი სწორედ აი ამ გლობალისტებისთვის, ევროცენტრიკოსებისთვის, რომლებიც მართავენ ახლა ევროკავშირს, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ერის სახელმწიფოების ინტერესების და ევროპის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენ მათ დაუპირისპირდი მთავარ მიმართულებაში. რაში გამოიხატება ეს? მათთვის, როდესაც ჩვენ უპირობოდ არ
ასე თქვა, არ გაქვს სწორება მხოლოდ მათ ერთ გეოპოლიტიკურ ვაქტორზე. როდესაც შენ არ ხარ მათი პირდაპირი მისი განკარგულებების პირდაპირი შემსრულებელი. როდესაც შენ ცდილობ, რომ ესე იგი რაღაც ნაბიჯები გადადგა მრავალ ვექტორული პოლიტიკის წარმოების კუთხით. თქვა, რომ მე აიცი რა ისეთ რეგიონში ვარსებობ, რომ თირა მე მიწევს ურთიერთობა თურქეთთან, ირანთან, ჩინეთთან, მე არ შემიძლია არ შევიჩინიო ის დიდი თქვა გაერთიანება, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე ყალიბდება რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის სახით, რომელიც უნდა იყოს ევრაზიის კონტინენტის მთავარი არტერია და მათ უნდათ შემოსვლა, თქვა, ხო, ირანის კუთხით, ხო? აი ეს უკვე ნიშნავს მათთვის ღალატს, ღალატის ტოპასია, როდესაც შენ როდესაც შენ ეს უპირობოდ, მახსოვს ძალიან ცინიკური ამერიკის ერთ-ერთი ბაიდენის ერთ-ერთი იმის ადმინისტრაციის, რომ ნატო რომ დაიშალოსო, თქვენ მაინც ნატოსკენ უნდა იაროთ, ხო? ეს არის აი როგორ გითხრათ, ფსიქოლოგიური აი ესეთი წნეხის ესეთი, ის რომ გეუბნებია რომ აი შენ არ უნდა ჩათვალო რომ აზროვნებ, რომ დაიშალოს ნატო, მაინც მისკენ. ანუ ორი მიმართულება, იდეოლოგია. დღეს ეხა ერთი თვით გვაქვს დარჩენილი, პრაქტიკულად დღეს სწორს, დღეს ეხა 21 საუკუნეა კარზე და მე-17 საუკუნეში მარტყოფის ბრძოლა გვქონდა. აი ის დიდი გამოცდილება, ხვალ არის 400 წელი, ხვალ სრულდება 400 წელი. რომელიც ჩვენ გვქონდა, რა ვიცი 30000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და მეფემ თავისი შვილი გაწირა, პრაქტიკულად მძევლად აყვანილი პაატა გაწირა, მაგრამ ჩვენი მეფეები წირავდნენ, ხა შეიძლება კონკრეტულად თავად მიდიოდნენ. და შვილი, რომელიც იცოდა უფრო დაიჭირებოდა. სრულდება 400 წელი მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებიდან, ასევე შესრულდა შარშან 400 წელი ქეთევან-წამებულის აი დიდ მოწამე ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრულიდან და 1622 წელს ასევე ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე 7 წლის ტყვეობის შემდეგ გულაბის ციხეში მოაშთევინა შაჰ-აბასმა მშვილდის საბელით ქრისტიანობის არდატევების და გამო 7 წელი ლოცვასა და მარხვაში გაატარა და 400 წელი შესრულდა აი ამ თარიღების აი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ. ეს იყო ასახვა ქართველი ხალხის მართალ უპრეცედენტო ბრძოლის აი უზარმაზარი სპარსეთის იმპერიის, რომელიც სოფლიოში მაშინ ან ჩვენ ორ დიდ იმპერიას, რომელიც იყო მაშინ სოფლიოში მხოლოდ ორი ეს უდიდესი იმპერია სპარსეთის ოსმალეთის იმპერია, ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა, ჩვენ შევინარჩუნეთ ბაგრატიონთა დინასტია და ამასი ზავი ფაქტიურად ჩვენ როგორ გითხრათ კი იყო დადებული, მაგრამ შესრულების და აღსრულების უფლება არ მივეცი, იმიტომ რომ პარტიზანული ბრძოლები რაც ქონდა გაჩეხებული ლუარსაბ პირველს, სვიმონ პირველს, მისი ძე გიორგი მეათე, ლუარსაბ მეორე და კახეთის ბაგრატიონები და ასევე ბაგრატ მესამე იმერეთის უდიდესი მეფე, ასევე ვთქვათ, ხო? ფაქტიურად ვერც ერთი კომპონენტი საქართველოს სახელმწიფოსი, ქართული სახელმწიფოსი ვერ შეარყიეს, ანუ ქართული სახელმწიფოს სტრუქტურა, მეფე, ჯარი, ფეოდალური არისტოკრატია, გლეხი, მიწათმფლობელობის იდეოლოგია შეიძლება რომ შევადარო დღევანდელ დღეს არ გქონდეს ჩვენ ყველა. აი ეს და ყველაზე მთავარი რა არის, იცით რომ ჩვენ მაშინ პირველად დაუპირისპირდით ბრიტანეთის სამხედრო ძალას, იმიტომ რომ შაჰის არმია ეს გახდათ მოდერნიზებული არმია ბრიტანელი სპეციალისტების მიერ მაშინ პირველად მოხდა ცეცხლსასროლი იარაღით შაჰის აღჭურვა. ეს იყო ალავერდი ხან უნდილაძის და შაჰის ერთობლივი პროექტი დიახ და ესე იგი რა არის ის საინტერესო რომ ის რომ ჩვენ მარტყოფის ბრძოლა მოვიგეთ, მარაბდის გენერალური ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ შემდეგ უკვე პარტიზანულ ბრძოლებში ჩვენ შაჰის 120,000-იანი არმიიდან მხოლოდ 60,000 დარჩა. ანუ ჩვენ მას მივაყენეთ სერიოზული სტრატეგიული მარცხი და რაც ყველაზე მთავარია, რისთვისაც მოეწყო ეს დიდი კამპანია მარტყოფის და მარაბდის ბრძოლები, გენერალური მიზანი, რომ ქართლის და კახეთის სამეფოები გადაექცია სახანოებად, ეს შემდეგ უნდოდა შაჰს დასავლეთ საქართველოში გადასასვლელად და ევროპა იყო მისი საბოლოო მიზანი. ანუ ეს იყო დიდი სტრატეგიის, ქვესტრატეგია, რომლითაც შავშალეთ ქვესტრატეგია
სტრატეგიას და დიდი სტრატეგიას და მაშინ ევროპა გადავაჩინეთ კაცმა რომ ვთქვათ ეს ყველაფერი ვატიკანის არქივებიდან ადრეც იყო და ეხლაც მუშაობენ და ეს დადასტურებულია და გამოცემულიც არის ყველაზე მთავარიაც არის აქ და საინტერესო რომ ესე იგი სპარსეთის იმპერია საუკუნეზე მეტ ხანს არ უფიქრიათ საერთოდ იმაზე სამხედრო რეფორმის ჩატარებაზე იმიტომ რომ ისეთი ლახვარი ჩაეცა იმიტომ რომ სამხედრო ცხენოსანთა არმიამ მაგათ აი ამ 12 რიგად დაწყობილ აი ამ იმას რა ქვია ქვემეხების რიგს და იმას გადაუარ ეს რაც ნიშნავს ერთი უნდა თქვა ეს ნიშნავს რომ მაშინდელი სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია თავისი სტრატეგიული აზრით კრიტიკული აზროვნებით სტრატეგიული დაგეგმარების უნარით და სამხედრო მომზადებით, ანუ ჩვენი სამხედრო მანქანა იყო დროის შესაბამისი, შეეძლო დროის გამოწვევების მიღება და გადაწყვეტა. აი ეს ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი იყო. აუცილებლად კიდე გავაგრძელებთ. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებთ. ესეთი მაგრები ვართ ქართველები.